ბათუმში დღეს სრულიად საქართველოს სამუფრთოს ახალი რეზიდენცია გაიხსნა, 4 სართულიანი შენობა, რომელიც ანგისის დასახლებაში მდებარეობს, მუსლიმ თემს რამდენიმე თვის წინ გადაეცა. გარემონტდა და აუცილებელი ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვა. სამუფრთოს რეზიდენციის გახსნას შიიტ-მუსლიმთა ლიდერი, საქართველოს შეიხი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრნენ. რეზიდენციის მიმდებარედ მუსლიმ თემს სახელმწიფომ კიდევ ერთი შენობა გადასცა, სადაც უმაღლესი რელიგიური სასწავლებელი გაიხსნება. მუსლიმი თემის სახელმწიფოსგან დაფინანსებას მეორე წელია საბჭოთა პერიოდში მიღებული ზარალის კომპენსაციის ფარგლებში იღებს. ბატონო პრემიერმა სულ რამოდენიმე თვის წინ გადასცა მუსლიმ თემს, ეს არის სამუფრთო რეზიდენცია, რის გახსნაც ფაქტობრივად დაკომპლექტება და ამუშავება მოხდა დღეს თქვენს თამასებით და უშუალოდ სამუშაო პროცესში არიან უკვე გადათვლები და მივულოცავ კიდევ ერთხელ მათ. საქართველოში მოხსის ძალიან დიდ პრობლემას. ერთის მხრივ განათლების მიღების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ უშუალოდ რომ გადინება არ მოხდეს საქართველოს მუსლიმი თემის და განათლება მიიღოს ადგილზე. ის არის ისტორიული ფაქტი წლების მანძილზე. რა თქმა უნდა ჩვენ გვინდოდა ქონოდა ისეთი რეზიდენცია, რომელიც შეეფერებოდა მუსლიმ თემს და როდესაც სტუმარი მოვიდოდა არ შეგვწევოდა სტუმრის მიღება. ეს დღეს აღსრულდა.